ბიჭიკო პაიკიძის კომპანიის დირექტორი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ვალერიან კვარაცხელიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა, დანაშაულის სრულად აღიარა და განსაჯელის სკამი 10,000 ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა. სამაგიეროდ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩა თავად ბიპი ტრანსის ფლობელის ბიჭიკო პაიკიძის მიმართ. მისცა თუ არა ჩვენება საკუთარი კომპანიის დირექტორმა პაიკიძის წინააღმდეგ. ოჯახის წევრებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. ხელი დაადო ბატონ ბიჭიკოს ადვოკატებს მის თქვენ როგორი განცდა დაგჭათ? უეცდები საერთო მილოცვას. ბიჭიკო პაიკიძემ, რომელიც მსხვილი კომპანიის დამფუძნებელი და ამავდროულად ვანის საკრებულოს წევრი იყო ქართული ოცნებიდან, ქვეყანა მანამდე დატოვა, სანამ პროკურატურა მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაციას გაახმოვანებდა. მას გამოძიება კიდევ 5 პირთან ერთად 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლებას და დოკუმენტების გაყალბებას ედავება. პაიკიძე სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაიკიძე ქვეყნიდან არ გაქცეულა. მე ამ სიტუაციას ბიჭიკოსთან მიმართებაში ზოგადად არ ველოდი. საერთოდ და არა იმიტომ რომ დავარ. ამ ყველაფერს რაც ეხლა ხდება, საერთოდ ამის მოლოდინი არ მქონია. რა კითხვაც არ უნდა დამისვათ. ეხლა გიპასუხებთ, რომ ორი ადვოკატი, რომელიც გახსნილად თანამშრომლობს მედიასთან და რომლის პროფესიონალიზმში იმედია ეჭვი არ გეპარებათ, ორივე გააკეთებს შესაბამის კომენტარს. გაქცეული არ არის ბიჭიკო პაიკიძემ საზღვარი გადაკვეთა სრულიად კანონიერად ისე როგორც თქვენ გადიხართ ქვეყნიდან, ესე გავიდა ბიჭიკო პროკურატურა ბევრ რამეს ამბობს და დაველოდოთ რა მოხდება. როგორც სასამართლოს ხდომაზე გაირკვა, პროკურატურამ საზღვარგარეთ მყოფ პაიკიძეს პასპორტის მოქმედება შეუჩერა. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაულია. ეს გამოგონილი ბრალდებები, რომელსაც ამ ეტაპზე აჟღერებს ბრალდების მხარე და სამწუხაროდ სასამართლო იზიარებს მათ პოზიციას, თუ თქვენ დარბაზში იჯექით, ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ სასამართლოს რაღაცა უცნაური განმარტებები აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ის რომ ბატონ ბიჭიკო პაიკიძეს გაუუქმეს პასპორტი და ის უცხო ქვეყანაში დატოვეს გადაადგილების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და დარწმუნებული ვარ, რომ როდესღაც ის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, პასუხს აგებენ. პროკურატურა პასპორტის მოქმედების გაუქმებას იმ მოტივით ხსნის, რომ შესაძლოა პაიკიძე მის მიმალვისთვის გამოიყენოს. ბრალდების მხარე მას ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ეს პასპორტი მიმალვისთვის იყო განკუთვნილი და არა სასამართლოში გამოცხადებისთვის. სწორედ ამას შეუშალა მას საქმის მწარმოებელმა ორგანომ ხელი. ბიჭიკო პაიკიძეს შეუძლია მიმართოს მათ შორის საელჩოს და მას ხელს შეუწყობენ საქართველოში დაბრუნებაში. გამოძიება პაიკიძეს 2021-22 წლებში ქუთაისი ალპანა მამისონის გზაზე, ასევე ონის ტერიტორიაზე სტიქიით დაზიანებული გზის ნაპირსამაგრის სამუშაოების წარმოებისას ფულის მითვისებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას და სხვა დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.